ესე იგი, პირველ რიგში ჩვენ ვთქვით, რომ სტრესის მართვა უნარია, ეს არ არის რაღაცა გენეტიკა, ეს არ არის ასეთი დავიბადე, ასეთი გავჩნდა, ეს არის ვისწავლე, გამოვიმუშავე უნარი. ესე იგი, მე აქაც მოვიხმობდი ანალოგიას, რომ თავისი სხეულის ტემპერატურას კარგად მართავს ეს ადამიანი ვიღაცა, ხო? რა ვიცი, ვიტყოდით, რომ როგორ ნედა, როგორ და სიმპტომები იცის, სიცხე როცა გრძნობს, ხო, ან წნევა როცა აქვს, ისწავლა თავისი სხეულის მოსმენა და მიხვედრა, როდის უნდა გაიზომოს სიცხე. ხო? ეს არის პირველი ნაწილი. ზუსტად იგივე არის სტრესი. ნინო მისწავლა ნინოს ყურის დაგდება სხეულის, ხელები უოფლიანდება თუ დასცხება თუ პირიქით შესწირდება, ყველა სხვადასხვანაირი სიმპტომი აქვს სტრესზე. ანუ პირველი კომპონენტი არის, რომ მე ვისწავლე, რომ მივხვდე, რომ სტრესმა აიწია. და ასევე მივხვდე, რომ სტრესმა დაიწია, ხო? მეორე არის გააზრება, თვითგააზრება, რომ აბა დავფიქრდე, ეხლა რატომ ხდება ეს ადამიანი, ან ვიგრძენი რომ დავისტრესე და სტრესმა აიწია და რატო ხდება და ვიწყებ გარშემო ყურებას. ძაღლი მომიზდევს თუ შენიშვნა მითხრეს თუ ფული გამითავდა, რამე მართლა მოხდა ობიექტურ რეალობაში და ეგეც უნდა ვიცოდე, ჩემ თავს უნდა ვიცნობდე, რომ ჩვეულებრივ მე სტრესავს ხოლმე რომ დავეღლები, ან მშიერი ვარ, ხო? ან რაღაცა ზარს ვერ უპასუხე დაუშვე ჩაწერა გქონდა და ოჯახიდან იყო ზარი და ამან ის ქნა ან დამსტრესა რომ რამე ხო არ ხდება და მე რო არ პასუხობ და ასე შემდეგ, ხო? მოკლედ ერთი არის რომ მივხვდე რომ დავისტრესე, მეორე არის რომ სტრესი დაუკავშირო რეალობას და თუ დაუკავშირე რეალობას, დავსვა შეკითხვა რომ რა უნდა გავაკეთო, საით მიძახის სტრესი. ანუ ეს ჩვენი კარგი მმართველი სტრესი შუა ინტერვიუს დროს ამბობს რომ ბოდიში სანდრო, ჩაწერას ვეღარ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ეს ის სტრესია, რომელიც მოითხოვს რომ მე სახში წავიდე და ბავშვი მივხედო, ან რაღაცა ის გამახსენდა რომ დედლაინი მაქვს ხვალ დამკვეთის და ამიტომ ბოდიში ეს უნდა შევწყვიტოთ და წავედი. მოკლედ სტრესი თუ გიძახის მოქმედებისკენ, ეს ციკლი თუ გაიარე, სწორი არის რომ იმოქმედო. ის რომ შენ დარჩე დასტრესილი, ასე ვთქვა და არ იმოქმედო, მოკლედ ძალიან ის არის ახლა რაღაც სიტუაციაში, მასე ეს ჯორჯ ბუში იმაში ეთერში იყო, ბავშვებს წიგნებს უკითხავდა 11 სექტემბერი რომ მოხდა და აი ეს კლასიკაა, რომ ვიღაცა შემოდის ყურში ეუბნება და ეს ისევ ბავშვებს უსმენს, ჯერ არ გადაუწყვეტია მოქმედება, მაგრამ აშკარად აკვირდები, რომ ამ ციკლს გადის, რომ ეხლა რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა ვქნათ და ასე შემდეგ, ხო? ანუ აი ეგ პროცესი რომ მე შევატყვე რომ სტრესი დადგა, დავაკავშირე სტრესი გამომწვევ მიზეზთან, ვალიდაცია გავაკეთე რომ კი ბატონო, მაგ მიზეზმა უნდა გამოიწვიოს სტრესი ჩვეულებრივი ამბავია და მე დავიწყე ფიქრი, ასე ვთქვათ, იმ მოქმედებაზე, საიდანაც სტრესი მიმიძგებს. და ყველაზე ხშირი ციკლი არის ჯანსაღი სტრესის ციკლი. მომშივდა ჯანსაღი სტრესია, სტრესი წვევს შიმშილ. დავიღალე ჯანსაღი სტრესია, არ მესიამოვნა შეხვედრაზე რაღაცა საუბარი, ჯანსაღი სტრესია, ხმაურია და გავეცალო აქაურობა, ჯანსაღი სტრესია, რავი, რაღაც სახიფათო ის არის, მოთოვა და მეშინია საჭესთან დაждდომა, ჯანსაღი სტრესია, მოკლედ ყველაზე ჯანსაღი ციკლები არის, როცა წავიდა დაიწყო სტრესით, გააზრება მოხდა სწორად და მერე მოვაგვარეთ და თუ ის აღარ დავჯექი საჭესთან, ის სტრესიც აღარ იქნება. თუ მივედი ამ ჩემ შულს, მივხედე, აღარ იქნება ეს სტრესი და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ჯანსაღი ვერსია. ოღონდ ეხლა თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს სიგნალი არის ცრუგანგაში. არავინ ცუდად არ არის, არც მოუთოვია, არც პოლი გაგვითავდა, არც რაღაც აზრი მოვიდა, აი ეს ჩვენი შიდა კრიტიკოსი უმეტესწილად რაღაცა ჩაქჩურჩულა ყურში და იყავი მშვიდი ნინო კონცენტრირებული საქმეზე და უცებ გახდი აღელვებული. აი ზუსტად მან ლაპარაკობენ სტრესის კარგ მენეჯმენტზე, რომ მე თუ შემილია რომ თქვა, რომ ეს სტრესი არ არის ის სტრესი, რომ უნდა ვიმოქმედო. ეს არის რაღაცა შემომეყარა სტრესი, დამაწვი მასალა. რაღაცნაირად და რა ვიცი რა უნდა ვქნა, უნდა მოვიშორო თავიდან. და ეს მოვიშორო თავიდან ზუსტად სტრესის მართვაზე როცა ლაპარაკობენ, არასაჭირო სტრესის მართვაზე ლაპარაკობენ და არასაჭირო როგორ ვერ ვიგრძნო რომ დავიღალე და მომენატრა ვიღაც არავინ არ ლაპარაკობს. მოჩვენებითი სტრესის მართვაზეა ლაპარაკი. ეხლა სიცხეზე მაგალითად ბავშვს რო აქვს ტემპერატურა
პედიატრი გეუბნება რომ არ დაუგდო, იმიტომ რომ ის ტემპერატურა საჭიროა, ეს არის მოწოდება ორგანიზმის რომ იბრძოლოს, ხო? და აი რაღაცას თუ გადაცდა, მე უკვე უნდა ვებრძოლოთ, ხო? ან უმიზეზოდ არის, თქოზე დასცხა შეიძლება. ბავშვთან რაღაცა ოთახში შეიძლება გაანიაო და ეს. მოკლედ არსებობს სტრესი, რომელიც არის მიზეზიანი და კარგი და სასარგებლო და უნდა ვიმოქმედოთ და არსებობს სტრესი, რომელიც უბრალოდ უნდა გავიყვანოთ, ხო? თავარი პრობლემა და მე მგონი რომ ამ პრობლემას ღირს რო ესე იგი ჩაუღრმავდეთ, არის ეს ჩვენი სამნაირი ტვინის ამბავი, ასე ვთქვათ, რომ შენ იმისთვის რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის სტრესის მართვაზე, უნდა იყოს აღგონებაზე და ჩაკეტილი წრესავით გამოვიდა რომ კი, მაგრამ ავღელდი, აღარა ვარ აღგონებაზე და შენ კიდე მეუბნები რომ უნდა გავიხსენო ამ ვიდეოს შინაარსი, რომ სწორად მოვიქცე და ვერ ვიხსენებ. მოკლედ აი მაგაზე გადავიდეთ ახლა. მოკლედ სამი ტვინი აქვს, რა ვიცი, ბევრ მასალაში და ტრენინგში მოგვისმენია ეს ამბავი, რომ ადამიანს აქვს სამი ტვინი, რომელიც წინაპრებისგან ერგო, ყველაზე შორეული წინაპრებისგან, დინოზავრებისგან და ხვლიკებისგან გვერგო ეგრეთ წოდებული limbic brain. ეს არის ძალიან პრიმიტიული, ძალიან პატარა ტვინი, რომელიც ხერხემალ ზურგის ტვინზე არის პატარა, ასე ვთქვათ, დასმული ზემოდან, აი სულ პატარა არის, ასე ვთქვათ, და ძალიან რახან პატარა არის ეს ტვინი, ცოტა რამის გაკეთება შეუძლია და აი ზუსტად ლაპარაკობენ ამ limbic brain-ის ფუნქციაზე, რომ მას შეუძლია ჩხუბი, ან გაქცევა, ან კვება, ან გამრავლება, რაღაც ძალიან შეზღუდული მენიუ აქვს, ასე ვთქვათ, მოქმედებების, რა, ხო? ჩხუბი მათ შორის შენ თავთან ჩხუბიც ითვლება, გაქცევაში ჩაკეტვაც, ხო, freeze გაყინვა, ეგეც არის, რომ ვითომ არ ვარსებობ, აი ხვლიკს შეუძლია, რომ ვითომ მკვდარია, თავი მოიმკვდარონოს, ეგ ადამიანსაც შეუძლია თავი მოიმკვდარონოს. მოკლედ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს limbic brain აქტიურდება სერიოზულ საფრთხეებში, თუნდაც გამოგონილ სერიოზულ საფრთხეებში. პრობლემა ის არის, რომ limbic brain როდესაც აქტიურდება, ეს ჩვენი ყველაზე ძველი და პრიმიტიული ტვინი როცა აქტიურდება, დანარჩენი ტვინები ისვენებენ, ესე იგი განზე გადიან და დანარჩენი ორი ტვინი არის ემოციური ტვინი და ეს ნეოკორტექსი, ანუ ტვინის ქერქი, რომელიც არის ფაქტიურად სადაც რაციონალობა და ენა და აზროვნება და ესეთი რაღაცები ცხოვრობენ. ანუ ყველაზე შიგნით წარმოვიდგინოთ limbic brain, მერე არის ემოციური ტვინი. ემოციური ტვინი უკვე დინოზავრებს არა, მაგრამ შიმპანზეებს აქვს და უყვართ, მეგობრობენ, შეჩვევა იციან, გემოვნება აქვს, რაღაცა იუმორის ჩანასახი აქვს, ასე ვთქვათ, რაღაცებზე ხალისობენ და ასე შემდეგ. ეს არის ემოციური ტვინი, რომელიც არის აი კვადრატული თუ კუბური სანტიმეტრებით ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი ადგილი ამას მიაქვს ჩვენ ტვინში და ზემოდან არის ტვინის ქერქი და ამ ტვინის ქერქში, ანუ ეს მესამე ტვინია, უკვე ცხოვრობს მთელი მათემატიკა, უმაღლესი მათემატიკა, ჟურნალისტიკა, რაღაცა ადამიანის უფლებები, მოკლედ აი ეს ცნობიერი, აი ცოდნას რასაც ვეძახით, ყველაფერი ცხოვრობს აი ამ ტვინის ქერქში, ხო? ეხლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? წარმოიდგინეთ ადამიანი, ვისაც ეშინია ფრენის. როგორც წესი ადამიანმა, ვისაც თვითმფრინავით ფრენის ეშინია, შენზე მეტი იცის უსაფრთხოების შესახებ. ანუ იმის გამო კი არ ეშინია, რომ არ იცის. ხშირად ვუხსნით, რომ იცი რა სტატისტიკით ასეა და ისეა. მაგ ტვინს არ ეშინია, რომელშიც ინფორმაცია ეშინია იმ დინოზავრის ტვინს და ახლა ხვლიკი რო გეჯდეს გვერდზე თვითმფრინავში და ეშინოდეს ფრენის, შენ არ დაუწყებდი ოქსფორდის სტატისტიკის მოყვანას, იმიტომ რომ მიხვდებოდი რომ ხვლიკია და ვერ გააგებინებ, ხო? და ეს ხვლიკი არის ჩვენი მდგომარეობა, ანუ ჩვენ გავხვლიკდებით ხანდახან და აღარ აქვს ჩვენთან ჭკვიანურ საუბარს. გაბრაზებული ადამიანი გახვლიკებულია, შეურაცხყოფილი ადამიანი და იმაში გადასული არის გახვლიკებული, მშიერი ადამიანი გახვლიკებულია, მოკლედ ძლიერი პრობლემა თუ შექმნა, ადამიანი რომელსაც გონია რომ აღარ უყვართ და უარყვეს არის გახვლიკებული და შენ თუ მაგ მდგომარეობაში გადახვედი, მერე რომ ვიღაცამ გითხრას რომ როგორ არ გაიხსენეს ამ დროს ლექცია, ან იმის ჰარვარდის სტატისტიკა, იტყვი რომ შენ ჭირემე ხვლიკი ვიყავი, რა უნდა გამეხსენებინა, ესე იგი აი ამ გახვლიკებულ მდგომარეობაში. ეხლა მაშინ რა გამოდის, იცი?
ეს მდგომარეობა რომ გეწევა, შენ და შეგეძლოს ხელოვნურად რაღაცნაირად ძალით ჩაურთო დენი შენ რაციონალურ twins, რომ ის ცოტა ხანი შეხედოს რეალობას და ის გააკეთოს, ვალიდაცია გააკეთოს, რომ მართლა გასაქცევი ვართ, თუ გვეჩვენება, რომ გასაქცევი, მართლა გველია თუ გველს გავს და კაბელია. მართლა შეურაცხყოფა მომაყენეს თუ რაღაცა კონტექსტი იყო ისეთი, რომ მე მომეჩვენა, რომ უნდა ვიჩხუბო, ხო? და გამონათქვამი არის ავტორი არ მახსოვს, რომ ერთი წამი არსებობს ტრიგერსა და ჩვენ რეაქციას შორის და that makes us human. ანუ ჩვენ ადამიანად ვიქცევით, იმიტომ რომ შეგვიძლია აი მაგ ერთი წამით საღი აზრით შევხედოთ რეალობას. ახლა მაშინ მაგაზე ვილაპარაკოთ, ესე იგი არსებობს სტრესის სასწრაფო დახმარება, რომელსაც ანუ კლინიკა არის, რომ შენ ეს ყველაფერი გაიაზრო, გადაიაზრო, მეგობრებს ესაუბრო და ასე შემდეგ. ეს არის იგივე, რაც აი რომ წახვიდე საავადმყოფოში და იმკურნალო, ან წამლები დაგინიშნო და იმკურნალო. და სასწრაფო დახმარება ვიცით, რომ მაგისთვის არ არის, სასწრაფო დახმარება იმ წამს, რომ უფრო ცუდად არ გახდე, მაგისთვის არის.